Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. ჩვენი ქორწინება თითქოს მარტო ქორწინება კი არ იყო. მე გავიზარდე მაგის ფილმებზე რას მეუბნები. ყველაზე პირად ვიცოდი. კარლოს ძალიან უყვარს საქართველო. ხარდამჭერი თუ აღმოჩნდა შენ სამ სპორტულ მიმართულებით და თვითონ რამდენად აქტიურია. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს ხოლმე ამ პროფესიაში, რომ სხვა ადამიანებს ვეხმარები და ვისთვის არის ზუმბა? ზუმბა არის ენერგიის გაცვლა. თავარი შეცდომა, რასაც უშვებენ დამწყები მოვარჯიშეები. იმის მოლოდინი, რომ ერთ კვირაში ან ორ კვირაში მე უკვე რაღაც ათლეტური აღნაგობა მექნება. ეს ჩქარა არ ხდება. როცა საჯაროდ აკეთებ ამ დანაპირებს, თითქოს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ექნება. ჩელენჯია, გამოწვევა. კი, ნამდვილად. ADHD-ის ანუ სინდრომის მეტარებელი ვარ და მივხვდი, რომ რაღაცა ცვლილება მჭირდებოდა, რაზეც კონცენტრირდებოდი. იტალიურ პასტაზეა საუბარი. ნიგუსიანი ბადრიჯანი რაც ახსნე, კარლოს ფავორიტი კერძი არის. და მიიწვევენ ენდაოდენობით პასტა, პიცა და ასე შემდეგ. და მაინც ფორმაში არიან. მაინც ფორმაში არიან. იტალიელი რომ მოგიწონებს. როგორ უვლით თავს? აწყობილია და რაღაც გამი პროცედურების მოყვარული ხარ თუ არა? ქალები რატომღაც ამ ყველაფერზე მალავენ ხოლმე. მაინც დაბერდები, რატო იკეთებ ამას? მეუბნებიან ხოლმე ხშირად, რომ კარლო უფრო რომ სიცილიელ გოგონას გავხარ. და წარმოედგინე ხა? ეხლა წარმოგიდგენ სოფი ლორენი რომ. ხო, ეგეთ რომ მივირთმევთ და სოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი რომ გეტყვის კომპლიმენტს, მაგას რა ჯობია. პაპარაცები გაწუხებენ ხოლმე. ეს უფრო იტალიაშია ხოლმე. რას ეძახი? ქალბატონ სოფიას ვეძახი. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. მოგესალმებით პოდკასტის მორიგი ეპიზოდით, გიბრუნდებით, მადლობა რომ გვიყურებთ, მოგყვებით, როგორც ყოველთვის პოდკასტი იწერება Podcast Point-ის სივრცეში, ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში, პროფესიონალების და ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფილი, ასე რომ ვინმეს თუ გინდათ ჩაწეროთ თქვენი პოდკასტები, ეწვიეთ Podcast Points. დღეს მეყოლება ძალიან კარგი სტუმარი, ხალისიანი ადამიანი, პოზიტიური, სავსე, რა ვიცი, ყველანაირი დადებითი ემოციით, მარიამ შარმანაშვილი, ბევრისათვის ის ცნობილია როგორც ძალიან ცნობილი ადამიანი სოფი ლორენის რძალი და კარლო პონტი ჯუნიორის მეუღლე, მაგრამ რაც თავარია დღეს მარიამი მოსულია ჩვენთან როგორც ასე ვთქვათ, ინფლუენსერი, ფიტნეს ტრენერი, ზუმბას სპეციალისტი და ამ ზუმბას მიმტანი საზოგადოებამდე. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვიცი, რაც ჩავიხედე შენ საქმიანობაში, სანამ მოგიწევდით ჩვენთან სტუმრად, ძალიან აქტიურად და ენერგიულად მიყვები ამ მიმართულებას და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მადლობა თქვენ. მარიამ, დავიწყოთ რაღაც იმ საინტერესო თემაზე, რაც სოფის შეეხება ლორენს, მე მოგვიანებით 2-3 კითხვას დაგისვამთ, მაგრამ თავარი თემა არის ჯანსაღი ცხოვრება, ზუმბა და ჯანსაღი ცხოვრება, თვითონ ეს კულტურა რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისთვის, სოფლიოშიც და ჩვენთანაც რომ ავითვისოთ რაღაც ახალი და ვიყოთ მეტად მოძრავები. ესე იგი, საკმაოდ მოდული და პოპულარული გახდა ეს ფიტნეს ინსტრუქტორობა და ეს მისასალმებელია, თუმცა რასაც ვაკვირდები, ორი ჰანტელის დაჭერის მერე ყველა ინსტრუქტორი ხდება და ესეც არ არის თვალ საქმე, ამას გამოცდილება ჭირდება, ხო? ზუმბა როგორ შეისწავლეთ და რატომ მოიტანეთ ეს იმ იდეამდე, რომ გადმოიტანოთ ეს საზოგადოებაში და როგორც ვიცი, ონლაინ კურსებიც გაქვთ, ფიზიკური კურსებიც გაქვთ აქ და ასე შემდეგ. მოდი ამაზე მოგვიყევი. ჩემთვის ზუმბა რაღაცნაირად თერაპია აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში აბსოლუტურად მე სხვა სფეროში ვიყავი. და რა სფეროდან წამოხვედი აქ ეგეც ფარმაცევტი ვიყავი, აფთიაქის მენეჯერი. უი, რა საინტერესოა. და მოხდა ისე რომ რო გინდა რომ რაღაცით თავი განიტვირთო, ცოტა როგორც ხდება ხოლმე რაღაც სირთულეების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შემომეტანა ჩემს ცხოვრებაში სიახლე, თუნდაც ფიზიკური აქტივობის სახით და ასე მოხვდი ზუმბაზე და იმდენად მიშველა და იმდენად დამეხმარა და მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდი, სადაც როგორი მძიმე იყო და მით უმეტეს ამ ყველაფერს თუ კიდე პირადი რაღაცა პრობლემა თუ სირთულეები ერთვის კიდე ორმაგად რთულია და მოკლედ ისე დამეხმარა ეს ყველაფერი, ეს სოლიდარული გარემო რაც დამხვდა იმ ზუმბას ჯგუფში, გოგოების გარემოში. სად აღმოაჩინეს? ონლაინ აღმოაჩინეს? ონლაინ არა, მე მივედი ქეთი დანგაძესთან, რომელიც არის ასევე ზუმბას ინსტრუქტორი და მოვიკითხავ ქეთის აქედან დიდი სიყვარულით და პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. კი. ძალიან მომეწონა და მე რომ უკვე დავაკვირდი ეფექტს, როგორი გავლენა ქონდა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა ფიზიკურადაც უკვე სხვანაირად უფრო ლამაზად გამოკვეთს ფორმებს, კი და გადავწყვიტე რომ მინდოდა რომ მეორე პროფესიად მქონოდა
ზუმბას პროფესია, იმიტომ რომ ახლა მე დავხმარებოდი სხვა ქალებს. ფანტასტიკური გადაწყვეტილებაა. ჯერ ესეთი мотивაციას გვქნი, იმიტომ რომ შენ თვითონ გამოცდილი გაქვს ეს ყველაფერი რთულ პერიოდში, ძალიან მაგარია. ეგ ბევრად უფრო დამაჯერებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, როცა შენ მას თავაზობს შენ მიერ გავლილ გზას, ხო? კარგი, ვისთვის არის ზუმბა? მე მაგალითად ვარ 51 წლის, არასდროს ესე დიდად ცეკვით გატაცებული არ ყოფილი ვარ, მაგრამ ეხლა მივუკიდე თავს ხელი, ეგ დავიწყე რა გარკვეული მუნჯაროს ვიკეთებ, კარგი ხელ, ხო? საინტერესოა, იმიტომ რომ ვერ დავძლიე წონა და სამედიცინო ჩვენებებით, ასე ვთქვა, გადაწყდა რომ მე გამოვიყენო ეს მედიკამენტი. ფიზიკური აქტივობა მიყვარს და დაუშვათ გადავწყვიტე ცეკვა. მოსულა 50 წლის ასაკში ზუმბით დაკავდე? მოკლედ ვისთვის არის განკუთვნილი უფრო მეტად. ანუ აქ უფრო საუბარია იმაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არის თუ არა, ან კი, რა თქმა უნდა, ეგეც და კაცი ხალი ვისთვის არანაირი შეზღუდვა არ არის. ზუმბად შეიძლება ანუ ზუმბას პროგრამით ივარჯიშოს და დაკავდეს ქალიც, მამაკაციც. ნებისმიერ ასაკში, ოღონდ აქ არის ერთი ოღონდ არ უნდა გქონდეს სახსრების პრობლემა, ხერხემლის პრობლემა, რა დროსაც ანუ როგორ შეზღუდული არის ხოლმე მკვეთრი მოძრაობები და აკრძალულია. კი, რომ არ დაიზიანოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ითხოვს ზუმბას პროგრამა მოიაზრებს იმასაც, რომ მკვეთრი მოძრაობები იყოს, ჩაჯდომებია იქ, ხტუნვა და ეს ყველაფერი თუ ადამიანს შეუძლია და მის ჯანმრთელობას ამ კუთხით არ აქვს შეზღუდვა აბსოლუტურად ყველასთვის. შენ აზრევ მე ამას ფორმას უკვე რა. ხო, რა თქმა უნდა, კი. კარგი, შენთვის როგორც ასე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანისთვის, რა არის ეს ზუმბა იყოს ეს თუ ფიტნეს მიმართულება, დისციპლინა, ეს თერაპია თუ ცხოვრების წესია? აი ამჟამად უკვე ამდენი წლის მერე, ხო? ხო. თერაპია თავისთავად დასაწყისში იყო და ეხლაც ამ კუთხით ნამდვილად ვიტყვი რომ ისე თერაპიული ეფექტი აქვს ჩემთვის და უკვე ცხოვრების წესიც, იმიტომ რომ ფაქტიურად ზუმბას გარეშე აღარ წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრება და ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს ხოლმე ამ პროფესიაში, რომ სხვა ადამიანებს ვეხმარები და სხვა ადამიანების ანთებულ თვალებს ხედავ ამ ყველაფრის მერე. კი. ანთებული თვალები, კარგი. რითი ავანთოთ ეს თვალები? ნახე, ბევრს ეზარება რა. ზოგი საერთოდ ცხოვრება ძინავს, მე რომ მკითხოს ძინავს და არც უნდა გამოგვიძება და მით უმეტეს თვალების ანთებაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ კარგი, ვისაც აქვს სურვილი, როგორ უქმნი мотивაციას? ეს ვარჯიში არის, ვარჯიშისათვის იყო თუ თან ხალისია, თან რაღაც ახლისათვის და თან ფიზიკური, ასე ვთქვათ, საკმაოდ აქტივობა. აი როგორ ასე ვთქვათ, დაამოტივირებ ადამიანს, რომ აი 2-3 გაკვეთილის მერე შენ თვითონ მოგინდება გახალისდები, პოზიტიური გახდები, აი რა ამაზე გითხარი 2-3 სიტყვა. ესე იგი, რა არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რა აბრუნებს ზუმბაზე მოვარჯიშეს, აი ასე აი კარგია ემოცია. ემოცია ის ემოცია რომ ანუ ეს არ არის რუტინული რაღაც ვარჯიში რომელიც უნდა მიხვიდე და რაღაცა რუტინულად გააკეთო მოდიხარ პროგრამა ისე შედგენილი რომ ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა ქორეოგრაფიებით მოგიწიოს ვარჯიში და ცეკვა და ხო განწყობა არის აი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოვარჯიშეს აბრუნებს ამ ვარჯიშებზე. მე მაქვს ერთი ფილმი ნანახი, შეიძლება შენც გაქვს ეს რიჩარდ გირი თამაშობს, სადღაც აღმოჩნდება, არ ვიცი, შემთხვევით ტანგოს გაკვეთილებზე საღამოს რა. და ერთხელ მოსინჯავს და მე მოდის და შეჯდება ამ ამბავზე რა. და ჩუმად დადის და იხა რაღაცა სახში რაღაც ეჭვები გაჩნდება რომ სად არის და დაადგებია რომ ტიპი ტანგოს უბერავს, იმიტომ რომ მაგრად აი რაღაცა ის გახდა. ნუ სავარაუდოდ ეს ცეკვას და ნებისმიერი აქტივობა ზოგადად ჩვენში დოპამინის, სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს და პოზიტიური ენერგიებით გვავსებს. ძალიან მაგარია. მე როგორც ვიცი, შენ კარგი აქტივობა გაქვს ასევე ემიგრანტების მიმართულებით. ემიგრანტებისადმი ვისთანაც კომუნიკაცია საკუთარი სამშობლოდან ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმით და მეთქოთ ეს უკვე რაღაც ხელშეწყობა არის და დატვირთული გრაფიკის ფონზე, შრომის ფონზე რაღაცა ხალისია, ხო? მithomდეს შენაირი პოზიტიური ადამიანი ეკონტაქტები. რა თემაა ეს და როგორ ააწყო ეს ამბავი? ჯერ კიდევ პანდემიის დროს გადავწყვიტე რომ მქონოდა ეს ზუმბა ონლაინ. მაშინ რაღაცა პერიოდი ეს როგორ თქვა გავაკეთე, მაგრამ რაღაცნაირად მე ისე მოხდა რომ ცოტა ხანი აი мотивაციასაც რო დაკარგავ თითქოს, მოხდა ისე რომ მეც რაღაცნაირად არ არის მარტივი სხვათა შორის ონლაინ ვარჯიშების ჩატარება, იმიტომ რომ Zoom არის ენერგიის გაცვლა და როცა ონლაინ ატარებ, ეს თითქოს ანუ არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერს ჭირდება მოთმინება, სწავლა და იმ მუხტის დაჭერა და
მე რო გავიდა რაღაცა პერიოდი და ისევ გავაქტიურდი სოციალურ ქსელში სამკუთხით, ბევრმა მომწერა ემიგრანტებმა, რომ იქნებ გააკეთო ზუმბა ჩვენთვის, გააკეთო და მომწეს мотиваცია. ხო, აბა რა. და ხელახლა თქვი რომ უნდა დამეწყო. ეხლა მიმდევრები ყავს, როგორც წეგან ჩაწერამდე დავიწყეთ რომ საუბრობდით და ბევრი ერთვება ამ სისტემაში, გიერთებიან. შენ თვითონ ხო გაგაძლიერებს ეს? კი, მაძლიერებს და ზუსტად იმიტომ რომ მეორეც დაზე უკვე შევძელი ის რომ მე ეს ონლაინ პროგრამა უკვე ჩემთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაცას რო აკეთებ, თუ სასიამოვნო არ არის, დიდხანს ვერ გაგრძელდება და არ ექნება ასეთ პროექტს მომავალი და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ეხლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ონლაინ ზუმბითაც, ვახერხებ უკვე ადამიანების გაბედნიერებას და ჩემს გაბედნიერებას. აპლოდისმენტები. რა არის შენის აზრით, როგორც აქტიურად, ფიზიკურად აქტიური ადამიანისათვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, მთავარი შეცდომა, რასაც უშვებენ დამწყები მოვარჯიშეები. ხალი კაცი ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, აქვე გეტყვი, ეს არის სწრაფი მოლოდინები, რომ უცებ რაღაცას მივახცევ, ტრაკის ფორმა გამოვიყვეთება, იქ ბიცეპსები და ტრიცეპსები ეს ჩქარა არ ხდება. კი. პირველი რაც მეც მაგ შეკითხვის დროს თავში მომივიდა, ეს არის სისწრაფე და იმის მოლოდინი, რომ ერთ კვირაში ან ორ კვირაში მე უკვე რაღაც ათლეტური აღნაგობა მექნება. ამ პროცესს ჭირდება შეყვარება. უნდა შეგიყვარდეს ეს პროცესი. თვითონ პროცესი არ უნდა ორიენტირდა აუცილებლად შედეგზე. ხო, სწრაფად მიზანზე. რა თქმა უნდა, ის შედეგი და დადგება, აუცილებლად დადგება, მაგრამ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა არის ხოლმე ის, რომ მხოლოდ ვარჯიშზე აქცენტირდებიან ხოლმე მოვარჯიშეები. კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 80% არის კვება, 20% არის ვარჯიში, მაგრამ ეს 20% იმიტომ არის მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომ იმხელა ბიძგს გაძლევს, რომ შეიძლება ითქვას პირველი ნაბიჯი, რაც არის ხოლმე, ხო, რომ ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგა ნაბიჯი. არის ხოლმე რაღაცა ფიზიკური, თუნდაც სიარული დაიწყო, თუნდაც არ ვიცი, სირბილი, შეიძლება ველოსიპედით წახვიდე რაღაც ლაშქრობებზე, თავარი არის რაღაცით დაიტვირთო და მე ეს უკვე პროცესში იმდენად ჩამთრევი ხდება, კარგი გაგებით, რომ გინდება, რომ უფრო გაუმჯობესო შენი ჯანმრთელობა პირველ რიგში. მაგარია, შენ თვითონ თუ შეძელი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად დაიწყე აქტივობა, ის კოვიდის პერიოდი იქნება, თქვა, თუ შემდგომი პროცესები, საკუთარ თავთან კვების მიმართულებით ტრანსფორმაცია. მიეცი თავს იმის ძალა, რომ შეძელი ის, რომ უარი თქვა რაიმე ისეზე, რაც შეთთვის არ არის კარგი. კი, ნამდვილად, ეხლა ხანს იყო სხვათა შორის პოსტიც მე და მაგასთან დაკავშირებით, რომ ჩემ თავს დაუპირდი, რო იტყვიან და ალბათ როცა საჯაროდ აკეთებ ამ დანაპირებს, თითქოს უფრო მეტი პასუხის მგებლობით ეკიდე. ხო, ჩელენჯია, გამოწვევა. კი, ნამდვილად და ყოველთვის რაღაცას როცა ვისახავ მიზანს, აქაც ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად გავამარტივო. იმიტომ რომ თუ არ არის რაღაც მარტივი, რეალისტური და მარტივი გავხადო, ხო? მაგარია. იმიტომ რომ რამე თუ რთულად მესახება, მე ავტომატურად ჩემი გონება, ჩემი გონება მით უმეტეს ADHD-ის, სინდრომის მეტარებელი ვარ და ამიტომ ეს მაქვს, რომ მეფანტება ზუსტადაც, ხო. ამიტომ გავამარტივე და როგორ გავამარტივე, ხა ბევრი მსმენელი ყოფს, რომელსაც ალბათ ჯერ არ დაუწყე ჯანსაღი კვება და გამიხარდება თუ იქნები мотиваცია მათთვის, ძალიან მარტივია. უბრალოდ ერთი დიდი თებში აიყონ, საშუალო ზომის თებში. თუ გინდა სახელი დააწერონ თავის. ხო. და გაყონ 4-ად და მეოთხედში ნახშირწყალი, ნელი ნახშირწყალი, ხო? ცილა იყოს, ბლომად, იმიტომ რომ მე მიყვარს მაღალცილოვანი კვება და ვფიქრობ, რომ ხორცი, კათამი, თევზი, მუხუდო მცენარეული ცილაც შეუძლიათ და ბოსტნეული. ბოსტნეული დანარჩენი ნახევარი, ხო? ბოსტნეული, ხო, დანარჩენი ნახევარი და რატომ მნიშვნელოვანი ეს კომბინაცია, იმიტომ რომ ზოგი არის მხოლოდ რომ ორიენტირდება, რაღაც ქათმის ხორცი მარტო რაღაც და ბოლოს ის საჭმელი ზოგს მინახავს რომ უკვე ხო ხდები, ხო ბეზრდება. და მრავალფეროვანი საკვები არ არის მხოლოდ იმისთვის რომ გემრიელად ვიკვებოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ნუტრიენტი და საკვები, მაღალ ღირებულების, ნივთიერებების, სწორი ღირებულების და მაღალის მათ შორის. კალორიჟის უნდა იყოს დაცული, პროტეინიც უნდა იყოს სათანადოდ, ნახშირწყალიც უნდა იყოს, ოღონდ მარამარტივი როგორც ვთქვით, უფრო სხვა რთული
ნახშირწყლები, ბუნებრივად მიღებადი და ასევე უჯრედისიც, ანუ როგორც არის ბოსტნეული. ეს კომბინაცია ცნობილი მიდგომა, მაგრამ როცა გამოცდი ამას და შენ გამოცადე როგორც ხდები, ხო? ის ან მუშაობს. გავამარტივე და დღეში ერთხელ მაინც რო დაიწყონ, ჯერ აი ესეთი ერთი თეფშით. ჩვევებამდე უნდა დაიყვანონ. ჩვევებამდე, ხო, კი, და აი წეღანდელ შეკითხვას კიდე დაუბრუნდები, რომ კიდე ერთი შეცდომა ის არის ხოლმე, რომ მაქსიმალური პერფექციონისტულად უდგებიან ხოლმე. ეგ შედაღუპული გზაა. და ანუ ხო, თუ კი ანუ მაგალითად დავიწყებ ხვალე დიეტას და როგორც იქნა მოვიდა ის ორშაბათი და დაიწყო, იქ თუ დაარღვე ერთი კვება მორჩა, ანუ თითქოს იქ აუფასურებს თავის მანამდე რაღაც გაწეულ შრომას ადამიანი და ეგ არის ყველაზე კიდევ ერთ-ერთი დიდი შეცდომა. მადლობა, კარგი უკავშირისთვის. აქვე დავაზუსტებ, მე წეგან ვახსენე, რომ დავიწყე თერაპია მუნჯაროთი, ხო, პრეპარატით. რეკლამას მე არასდროს არ ვაკეთებ. არასწორი სამედიცინო манипуляციები არ უნდა ჩატარდეს და მithumetes მედიკამენტური მკურნალობა ეს ექიმის მეთვალყურების ქვეშ ხდება, რა თქმა უნდა, და განპირობებულია ჩვენებებით, რა თქმა უნდა. და რატომ, ნახეთ, ბევრჯერ შევეცადე მე კვების შეცვლა და შემდეგ. ამან ეხა ხელი შემიწყო იმაში, რომ უბრუნდები იმას, რომ ჯანსაღყვებას კვლავ უბრუნდები, როგორც უნდა ვიკვებო და ეს მიწყობს ამაში ხელს. აი, ესეც მნიშვნელოვანია, რომ მე რადგან გავაჟღერე, აქვე დავამატებ, რომ ექიმის მეთვალყურების და ჩვენების გარეშე, სათანადო ჩვენების გარეშე არანაირი მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება. არ შეიძლება. კატეგორიულად არ შეიძლება, მithumetes თავნეთვითნებურად ამის კეთება. კარგია, მადლობა, რომ უკავშირი მომეცი. თქვენი მეუღლე, შენი მეუღლე, ბატონი კარლო, ხო, ესე დირიჟორი, ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, მას მუსიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს. ის არის თუ არა შენთან ერთად სპორტულ აქტივობებში. შევიხოთ იმისა, რომ ბევრს მოგზაურობ, დადიხარ და ეს ყოველდღიურად შეიძლება ესე არა, მაგრამ ხარდამჭერი თუ აღმოჩნდა შენს ამ სპორტულ მიმართულებებში და თვითონ რამდენად აქტიურია? ხარდამჭერი კი, რა თქმა უნდა, არის ყველაფერში იმაში, რაშიც მე ბედნიერს მხედავს და თვითონ არის ფიზიკურად აქტიური და ძალიან დისციპლინირებული და რას აკეთებს? დარბის, ვარჯიშობს, ეგრეთ წოდებულ კალესტენიკებს ვარჯიშობს, ანუ სხეულის წონით. всё, მიხდი საკუთარი წონით ვარჯიშებს. კარგია. კარგი, ხშირად ისწრებით ხოლმე მის სხვადასხვა აქტივობებს, კონცერტებს, რაღაცებს. კი, რა თქმა უნდა, როცა შემიძლია ყოველთვის სიამოვნებით. კარგი. პასტის მომზადების თემა კარლო თავის თავზე იღებს ხოლმე სახში, როცა არის თემა, როცა იტალიურ პასტაზეა საუბარი. ძირითადად კი, შემიძლია ვთქვა, მაგრამ სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე პასტა და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსა. არა, მე მიყვარს ყველით. მე ყველით მიყვარს. ხო, და მომიწონა სხვათა შორის რაღაცნაირად ხა იტალიელი რომ მოგიწონებს. კი, ძალიან. ანუ ორივენი გურმანები ხარ? კი, ორივენი. გვიყვართ გემრიელი ჭამა. რა, აუ რაჯობია მაგას. ქართული სამზარეულო როგორ აითვისა? ძალიან უყვარს. კარგია, მაგარია. კარგი, აკრძალული პროდუქტები, რაც მაგალითად შენი და კარლოს ოჯახში მაცივარში არ ინახება და არავისაც არც ურჩევთ და არც იყიდით, ხო? გაზიანი სასმელები პირველ რიგში. ტკბილი გაზიანი. ყველანაირი ნატურალური სასმელი, ტკბილი ნატურალური რაც არის, იმიტომ რომ ეგეც ფიქრობ, რომ შაქრით სავსე წყალია, რაც არ უნდა ნატურალური იყოს, ის კი არა და სახში რომ გამოწრო ფორთოხალი, ეგეც არ არის კარგი. კი ბატონო. იმიტომ რომ გიდასტურებთ. კი. ყოველთვის ჯობია მთლიანი. კი, მთლიანი, იმიტომ რომ ის უჯრედისი ყველაფერი თავის საქმეს აკეთებს. ასე რომ ტკბილი სასმელები პირველ ძეხვეულიც არა. მაგალითად იტალიელებს ძალიან უყვართ პროშუტო კი. იმიტომ რომ რატომ მე არ ვჭამ ძეხვეულებს არა. პროშუტო ზოგადად გამოყვანილი ხორცია, ის არის სხვა ტექნოლოგიით დაძველებული და რაღაცა სურნელებით არომატით შეჯერებული, ვიდრე რომ აი ეს გადატარებულ და გადმოტანებულ ძეხვეული ზოგადად არ ითვლება ჯანსაღად არა, ჩვენც არ გვაქვს ხოლმე ერთ-ერთი პროშუტო არის, რომელიც ეგეც კარლო ჭამს, მე დიდად არ მგონია. ვერსაში არ გოს მოიკითხეთ პატივისცემი. აუცილებლად. რა არის ის ქართული კერძი და პროდუქტი, რომელიც თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია, როგორც შენი ხალხ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანს გვიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანის და საცივის და ბაჟის და უიმედე და რა კარგია, ხა მომშიებია. ხო და ამ შემთხვევაში რა არის თქვენი ერთობლივად ქართული ტრადიციული კვება, რომელიც ხშირად არის თქვენ სუფრაზე? ნიგვზიანი ბადრიჯანი რაც ახსენე, კარლოს ფავორიტი კერძი არის თან. ხო. ჩაკაფული გვიყვარს.
კარგია. ხინკალი თავისთავად. ხო. რა რომ არა ხინკალი, კი, ხო? და ხაჭაპურსაც წყალობთ. რამდენად ხშირად სტუმრობთ იტალიას? იმიტომ რომ მაინც ფესვები კარლოსი იტალიიდან მოდის, ხო? გინდა არ გინდა, რაღაცა გვარეულობა და გენეტიკა იქ არის. თუმცა ვიცით რომ იტალიაში მაგალითად კარლოს დედა აღარ ცხოვრობს. თქვენ რამდენად გიყვართ იტალია და გაქვთ თუ არა იქ რამე კავშირები? კავშირები გაქნებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ კავშირები ფიზიკურად. ფიზიკურად, ხო. ფიზიკურად ესე მე წარმომავლობის კუთხით თუ მეკითხები, ქართველი ვარ, ანუ არანაირი იტალიური ფესვები არ გამაჩნია. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მოგზაურობას ხშირად იტალიაში, მოგზაურობთ ხოლმე, ხან კონცერტები აქვს კარლოს, ხან მის მეგობრებთან გვაქვს ხოლმე ვიზიტი. ხშირად იტალიელებს რო შევხედოთ, ხო, ყველანი ძირითად შემთხვევებში მასა არის ნავარჯიშები, ათლეტური, დარუჯული, კარგ ფორმაში ჭარბწონიანები, ნაკლებ უფრო სამხრეთ იტალიაში თუ გადავაწყებით, მასა და ამ დროს საღამოს როცა აქვთ ეს ვახშმის პერიოდი, 7-ის მერე იხსნება იქ რესტორნები და მიიწვევენ რაოდენობით პასტა, პიცა და ასე შემდეგ. და მაინც ფორმაში არიან. მაინც ფორმაში არიან. რატო ბევრს ტემპერამენტის ბრალი ალბათ არ ვიცი. ესე იგი, ტემპერამენტი ჩვენც არ გვაკლია, მაგრამ ჰიპებში მიდის ეგ ჩვენი ტემპერამენტი და იქ რაღაცა სხვანაირად არიან. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ და ასეც არის პირობითად რომ ხარისხი. ანუ ჯერ ესეთი ფქვილის ხარისხი განადგურდება ეს პასტა. მეორეს ერთი სწორ დროსაც მე ვფიქრობ რომ სწორ რაღაცებთან ერთადაც კომბინაციები, ხო? კი, კომბინაციებს. ანუ იმას აკეთებ, ნიგზიან ბადიჯანს, ზევიდან ხინკალს და კიდე მწვას არის. და კვების რაოდენობასაც ალბათ პორციის რაოდენობა. კი. რამდენი იტალიაში მიმოგზაურია, რა თქმა უნდა, ჭამის მოყვარულიერია და ვენაცვალე მაგათ ჩვენს და ასე შემდეგ, მაგრამ პორციები გეცოტავება. პორციები, ხო, პორციები გინდა 2 და რაღაცა კიდე მომიტანი რამე ხوار დავიმატოთ თემა არის რა და მან ბუნებრივია ვარღვევთ იმ რეჟიმს რა. კარგი რამდენად მნიშვნელოვანია აკონტროლო? აი, წყალი მთის, ეხა დაისხი, ბარემ ვიტყვი 2 სიტყვით სარეკლამო ტექსტია, მაგრამ სიყვარულით ვამბობთ ამას, რომ არის კარგი წყალი ბრომატის გარეშე, ჩემპიონების წყალი, მათ შორის, კი, მადლობა, რომ ეს შევახსენეთ მაყურებელს. ეს არის გაზირებული, მინერალიზებული წყალი მთის Coca-Cola Bottles Georgia's მიერ ჩამოსხმული, რომელიც არის საკმაოდ გემრიელი, ახალი პროდუქტია ჩვენს თაროებზე და ასე რომ მიირთვი, მეც დავლებ შენის ნებართვით. კიდევ ერთხელ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. წყალის მთის ძალა მოგწეს ღმერთმა. კარგი. წყლის ბალანსი. შენ რამდენ წყალს ვამ დღეში? ესეც ძალიან მიჭირდა, მინდა გითხრა მიჭირდა, და კვების, წარსულში უკვე ხო, კარგია. კვების მოწესრიგებასთან ერთად მოვიწესრიგე წყლის ბალანსით და წყლის მიღების. რამდენ წყალს ვამ მარიამ დღეში? მინიმუმ ლიტრანახევარ 2 litrას აი ესე. ჩვეული ამბავია ეს უკვე? ანუ ხო, აი წეგანაც ხო დამინახე ბოთლით დავდივარ. მეც მაგალითად სამსახურში როცა ვიწყებ დილას მუშაობას, სადღაც 3-4 საათამდე 2 ლიტრი ნახევარი უკვე მიღებული მაქვს. დღის მეორე ნახევარში ვცდილობ რომ ბევრი ახლა ამეტან შეშმებულ არ გავიღვიძო რა. ხო, მაგრამ ნუ სადღაც ლიტრამდე შეიძლება გავამდის. ანუ 3 ლიტრამდე ავდივარ და ეს კარგია და ძალიან კარგია. აქვე თუ შენ ნებართვას მომცემ, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს სპონსორს აჰავა წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც ერთიანი სუქარის ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. ის უნდელყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. მადლობა ასევე ჩვენს სპონსორს მიდია საქართველოს, მიდია ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ტექნიკით უკვე წლებია ზრუნავს მილიონობით ადამიანის კომფორტზე, იქნება ეს გაგრილების სისტემები თუ საყოფა ცხოვრებო ტექნიკა. მიდია ქმნის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცხოვრებას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. სხვათა შორის კომფორტულ გარემოს ჩვენ სტუდიაში სწორედ მიდიას კონდიციონერი უქმნის ჩვენს სტუმრებს და ჩვენს, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნოა ნამდვილად. აქვე გეტყვით ჩვენი პოდკასტები იწერება პოდკასტ პოინტში, ძალიან კარგ გარემოში პროფესიონალებთან ერთად, ასე რომ მოდით და ჩაწერეთ თქვენი კასტები და ისიამოვნეთ მე თქვენს და სხვა სასიამოვნეთ. წავედით წინ. სანამ ფიტნეს სამყაროში აღმოჩნდებოდი, როგორც ვიცი, ფარმაცევტიაში მუშაობდი, ხო? ავეშიც გიმუშავიათ 19 წელიწადიდან დიდი გამოსილება. ფარმადეპოში. კარგია, კარგი კომპანიები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან. კარგი, როგორ მოხდით იმ სფეროში და იქიდან მე როგორ აღმოჩნდი უცებ ეს იმ კოვიდის პერიოდის დამსახურებაა? კოვიდის და სირთულეების პირად თემებთან დაკავშირებული სირთულეების, როცა მივხვდი რომ რაღაცა ცვლილება მჭირდებოდა, რაზეც კონცენტრირდებოდი და აღარ ვიფიქრებდი იმ რაღაცა კონკრეტულ
პრობლემაზე. გავიგე, მიღებულია პასუხი. კარგი, იმ ცოდნას, რომელიც დააგროვე იმდენი წლის განმავლობაში ფარმაცევტიაში, ხო? ეს აქტიური სამუშაოა, ძალიან კაი, მადლიერი სამუშაოა, მადლიანი სამუშაოა რა, ადამიანებს ემსახურები და მით უმეტეს ახლა ფარმაცევტია და მედიკამენტები დღეს ჩვენი ცხოვრების სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია. ის ცოდნა თუ გადგება დღეს, თქვათ, აი ამ სფეროში, რასაც ახლა ემსახურები. ამ სფეროშიც მადგება და ზოგადად ცხოვრებაშიც მადგება. კი, ბევრ რაღაცაში და ზოგადად ფარმაციამ მარტო წამალთან ურთიერთობა არ მასწავლა, მოგეხსენებათ როგორი პროფესია და რამდენ ადამიანთან გიწევს ყოველდღიურად შეხება და ძალიან შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ძალიან დიდი სკოლა გავიარე ფარმაცევტულ საქმიანობაში. და ნუ რაც ნებისმიერი სწავლა არის და ის არ აქვს მნიშვნელობა რა, გამოგადგება ყოველთვის. ადამიანებთან მიდგომა და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მოვლა, გარდა ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშისა. როგორ უვლი თავს, რა არის შენი რუტინა? გამოიყურები ძალიან კარგად. მადლობა. არ ვიცი, იტალიურ, ქართული ნაზავი ხარ უკვე, არ ვიცი, აერიდან თუ რაღაციდან შესანიშნავად გამოიყურები. სხვათა შორის მეუბნებიან ხოლმე ხშირად, რომ კარლო უფრო რომ სიცილიელ გოგონას გავხარდი. ისეთი ტემპერამენტიც აქვს და ფერები რაღაცნაირი. რა არის შენი ჩვეულებრივი რუტინა? იკეთებ რამე პროცედურებს, ადიხარ თქვა ჩემი კოლეგებთან ან სპეციალისტებთან, რამე პროცედურების მოყვარული ხარ თუ არა, ზოგადად მომხრე ხარ თუ არა ამ მიმართულების. მე ჯანსაღ-ფარგლებზე ვსაუბრობ და კი, აბსოლუტურად გეთანხმები და იცი როგორ არის, ჩემი ალბათ გენეტიკაც მეხმარება, თუ ფორმებს გულისხმობ, მაგრამ უფრო დისციპლინამ მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა მაქვს. რაც შეეხება ზოგადად თავის მოვლას, თუ რომელიმე ესთეტიურ პროცედურებს მიუმართავ, ჯერ არ ადამალო ხარ ამით. არა, სხვათა შორის, ანუ უყურე როგორი ამბავია, ქალები რატომღაც ამ ყველაფერზე მალავენ ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს სამარცხვინოდ არ უნდა მიგვაჩნდეს. ხო, მე ახლა ჯერ არ მაქვს გაკეთებული მაგალითად ბოტოქსი და რაღაც, მაგრამ მინდა რომ გავიკეთო. ხო, ის სადაც შევთხოვდა. იტალია და რამე. აუცილებლად. და ისიც იმ მიზეზით, რომ ანუ საუბრის დროს უბრალოდ შევატყვე, რომ უფრო მეტად აი ამ ნაწილში, ხო, რაღაცა უფრო, ხო. აი აქ კიდე ვარ ემოციური ადამიანი საკმაოდ და ნუ ბუნებრივია, რომ ეს ემოციური ეს მიმიკებიც მე რაღაც გავლენას ახდენს, ხო? ემოცია ძალიან პოზიტიური ხარ, მოვიტყოდი რა. ხო, ნუ ეხლა დავიწყე მაგ რაღაცების შემჩნევა და სიმართლე გითხრა, მე ანუ ორივე მიმართულებას და როგორ თქვა, აზრს პატივს ვცემ, ვინც ამბობს, რომ აბსოლუტურად ნუ არაფერს არ იკეთებს და რა თქმა უნდა, მისაღებია და ვინც იკეთებს, ანუ ჩემი აზრით, თუ რაღაცა ძალიან გინდა, რომ ან რაღაცა უფრო დახვეწო, დააკორექტირო, ხო? ეს არ უნდა იყოს განსჯის საგანი და პირველ რიგში სხვათა შორის ქალები იმავშებით ხოლმე რაღაცნაირად ალბათ ვუწყობთ ხოლმე აი ამ გარემოს შექმნა, სადაც არის ძალიან ბევრი განსჯა ამ კუთხით რა და აი ბევრი რაღაც კომენტარიც მინახავს ხოლმე თუნდაც სოციალურ ქსელში ხო მით უმეტეს რომ აი სხვა ადამიანების მისამართით ვისაც ჩარევები ქონია რომ აი აწყობილია და რაღაც აი ამ ფრაზების გამოყენება უკვე მით უმეტეს ქალების მხრიდან ჩემი აზრით ძალიან დემონიზირებას აკეთებს აბსოლუტურად იმ მე ვფიქრობ უწყინარი პროცედურების რაც რა თქმა უნდა, თქვენი თქმის არ იყოს, რომ ეს ჯანსაღ ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, რატომაც არა, თუ კი კარგად და ბედნიერად იგრძნობს ქალი თავს. ეს იგივეა, ნახე, ძალიან დიდი მადლობა კარგი უკავშირისთვის. ეს მნიშვნელოვანია და ბევრმა ადამიანმა კიდევ და კიდევ შევეცადოთ, რომ გავიგოთ, რომ ყველა ადამიანის გადაწყვეტილება არის მისი გადაწყვეტილება და არავის არ გუზავნოს უფლება არ აგვაქვს, რომ ვიღაცა ვაკრიტიკოთ და გავსაჯოთ და მით უმეტეს ეს საზაროთ ვაკეთოთ, ხო? არა, უხერხულია რა. ხო და რაც შეეხება თავის მოვლას, ზუსტად იგივე თემა ესა მარიამ და დამეთანხმები, როგორც ფრჩხილის მოვლა, თმის მოვლა, კბილის მოვლა, სახის მოვლა, მაინც დაბერდები, რატო იკეთებ ამას, კაცო, კბილები გცვივ ადამიანებს და რატო ვისვამთ იმპლანტებს, თმა რო გცვივა, რატო მივდივართ ექიმთან და ვჭირ, ეს ხო საკუთარ თავზე ზრუნვა, სიცოცხლის გახანგრძლივების ზრუნვა არის, კომფორტული ყოფ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ კი ატყობ, რომ რაღაცა შეგიძლია მოახმარო თავს, გემოვნების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას გამოყენებული, ბუნებრივია, სურვილისამებრ.
კარგი. ეხლა ესე. დავამატე დავამატე, შეიძლება. აბა რა. მასაჟიც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აი თუნდაც ფიტნესთან კომბინაციაში მივახმაროთ ხოლმე ჩვენს სხეულს. ლიმფო დრენაჟი. ლიმფო დრენაჟი, რა თქმა უნდა, კი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ანტი შეშუპება და სიმსუქნე ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ ხოლმე. შეშუპება სჭირდება კი, კი. მკურნალობა კი, და კი, მათ კი. შორის კომპრესიული თერაპია, ანუ კი. მასაჟი იქნება ეს თუ სხვა, ამ ტიპის ძალიან კარგია. მადლობა კარგი რჩევისათვის. რაც შეეხება პრეპარატებს, მედიკამენტებს და ასე ვთქვათ თავის მოვლის საშუალებებს, სად არის ის დახლები, სადაც შენ სტუმრობ ხოლმე? საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ? საქართველოშიც და ფარგლებს გარეთაც, ესე რომ კონკრეტულად სადაც იმ მომენტში აღმოჩნდები, რომ მჭირდება რაღაცის ან სახის კრემი გამითავდა და ვარ საზღვარგარეთ იქ. იყენებ საშუალებას. კი, კი. სხეულის ფორმების შენარჩუნებისთვის, მარიამ, რაიმე პროცედურებისთვის, თუნდაც აპარატურული ტექნოლოგიისთვის, თუნდაც რაიმე მცირე ინვაზიური ჩარევისთვის, ხომ არ გქონია სურვილი ან ხომ არ გამოგიყენებია? ენდოსფერო ვცადე ეხლა ხანს. იმუშავა ამ ყველაფერმა. ჯერ ეხლა ხანს აი ახალი და ეტაპია. დრო ჭირდება რომ რეალურად კარგი. ხო. იტალიელები ნენელა მიხვდნენ, რომ ზედმეტობა ღუპავს. ღუპავს კი. და და მგონი ჩვენც ვხვდებით. კი, კი. იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს შეიძლება ითქვას რომ გავდა რაღაცა ბოლო პერიოდში თუნდაც აი ზედმეტი ფილერით, თუნდაც იმით ამით, ანუ რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ემსგავსებოდნენ ადამიანები, მეც ანუ თვალში მხვდებოდა. ოღონდ ეს კონკრეტულად იტალიაზე და საქართველოზე არ მესმის ზოგადად. ზოგადად რა და ვფიქრობ ადამიანი მიდის იმ უბრუნდება იმ როგორ თქვა აზრს რომ კარგია ჩარევა, მაგრამ რომელიც გავს ძალიან ბუნებრივ შედეგს და ანუ არ როგორ თქვა ხელოვნურ როგორ თქვა იერს არ აძლევს. ხო, ხვდებით? ხო. მე მაგალითად შემეუღლეს თუ რაღაცა მაგალითად მომწონს ისეთი რაც მას შეუძლია რომ გამოიყენოს, ან ჩაცმულობაზეა საუბარი. სიამოვნებით ვუზიარებ. ჩემ თავზე შემიძლია გითხრა და ასევე უკავშირიც მაქვს, როცა რაღაცას თulis რომ უფრო მომიხდება ასე ჯობს, მე მისაც ვისმენ. თქვენთან კალოსთან როგორ არის? არის თუ არა ის რაღაცა აუ მარიამ რა კარგია გაიპრანჭება. კი, როგორც ყველა წყვილში, ჩემი აზრით, ის იტალიელია მაინც, ეს გარდაგავიწყდეს. ჯანსაღი კომუნიკაცია მგონია ეგ წყვილში, როცა რაღაცებს ურჩევთ ერთმანეთს. და ნუ ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, მაგრამ ხო, ესე უხეშად ჩარევა და რაღაც არა. უბრალოდ აი ეს რჩევის დონეზე. რა შეიძლება არ დავსვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ ნუ ამ ოჯახის ნაწილი გახდით თქვენ, ეს ისტორიული ოჯახია, არა მარტო იმიტომ რომ სოფი ლორენი იყო ცნობილი მსახიობი, არამედ კარგი ადამიანი იყო რა, ის თავისი მორიდებითაც გამოირჩეოდა, ყოველთვის არავულგარულობით გამოირჩეოდა, ინდივიდუალიზმით და სუპერესთეტიზმით. ულამაზესი ქალი იყო და დღემდე რჩება მიუხედავად მისი არც თუ ისე საიდუმლო 91 წლის ასაკისა, ხო? შენი აზრით, მარიამ, მე არ ვიცი რამდენად ინტენსიური შეხება გაქვს მის პერსონალურ ცხოვრებასთან, მაგრამ ისეა თუ ასეა, დედასგებიცები მართლა საინტერესო თემაა, რაღაც ძალიან ახლო ისე. ამასწინათ მოხვდით ედრიან ბროუდის სპექტაკლზე ნიუ-იორკში. ანუ წარმოიდგინე ედრიან ბროუდი ვნახე მე რაღაც 50 მეტრის დისტანციიდან და ეს იყო როგორი შოკი, იცი რომ სპექტაკლი წარმოიდგინე ხა? ეხლა წარმოიდგინე სოფი ლორენი რომ ხო, ერთად რომ მივირთმევთ და ტელევიზორს ერთად ვუყურებთ. ესეთი თემა არის რა. როგორ უვლის დღეს თავს ის რომ აქამდე უვლი და გასაგები არ ვიცით, მაგრამ დღეს რა არის მისი აი ენერგიის შემანარჩუნებელი? მე ვფიქრობ რომ მისი ეს და მე რჩევა ხوار მიგიღია მისგან შენ როგორ რჩევა არა ანუ სიმართლე გითხრათ რჩევა ნაკლებად, მაგრამ კომპლიმენტები რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რა თქმა უნდა, არაერთხელ მიმიღია და რა თქმა უნდა ხა როგორც საფლიაში ყველაზე მამაზი ქალი რომ გეტყვის კომპლიმენტს, მაგას რაჯობია. და რაც შეეხება ქალბატონი სოფიას, ხო, ანუ სილამაზის საიდუმლოს შეიძლება ითქვას, მე ესე ვფიქრობ, ჩემი დაკვირვებით, უფრო ჯანსაღი ყვება და ძილის რუტინა, რაც ანუ მოწესრიგებული, კი. მე ვფიქრობ, რომ ორი უმნიშვნელოვანესი თემა, ეგ რაც ალბათ ადამიანს უხანგრძლივებს ახალგაზრდობას. მოგზაურობს თუ უფრო სახლის ცხოვრებას არის ხა? ამ ბოლო პერიოდში ხო, ნაკლებად მოგზაურობს ჩვენს ქორწილშიც, როგორც იცი, სამწუხაროდ მაგმიზეზით ხო. გააჩნია ხოლმე როგორ გრძნობს თავს იმის და მიხედვით ჯანმრთელობა როგორ წყობს. პაპარაცები გაწუხებენ ხოლმე იქ რო ჩადიხარ რა არის? სხვათა შორის ჩვენ ჟენევაში ვცხოვრობთ. და იქ ნაკლებად ძალიან დიდ პატივს ცემენ. უფრო დაცულია პერსონალურად. კი, სხვათა შორის კი. ვახ, რა მაგარია. ეს უფრო იტალიაშია ხოლმე რომ აი რაღაც თუ ჩავსულ ვარ თიქ და ქართული კერძები იქ რავი გაგიკეთებია და რავი მოდი ისა როგორ რას არა, ესე მე არ გამიკეთებია, მაგრამ მამას ეძახია თუ როგორ მიმართა თო, რა მაგარი კითხვა. რას ეძახი? ქალბატონ სოფიას ეძახი.
ხო და მიგიღო ეს თემა თვითონ, ხო? კი, რა თქმა უნდა. აუ, რა მაგარია. ქართულ საჭმელი გავუკეთე? არ გამიკეთებია, მაგრამ გასაბობთ. მაგრამ მე მაინც ვერ გავურისკა. კაი, ნიგზია. მაგრამ გითხრა, ანუ ვიპოვე ქართული სამზარეულო, ქართული რესტორანი, სანდო, რა თქმა უნდა და გავასინჯე ქართული ხინკალიც და ნიგუზიანი ბადიჯანი. და სხვათა შორის იმ ეხლა რეკლამა არ მინდა გამომივიდეს თქვა, ანუ ლიმონადი იყო. დარხუნის ნატახტარის გოლი. ნატახტარის იყო თორცდები. იქ იპოვე? იქ ვიპოვე, კი. კაი, რეკლამა არ სპონსორად მოვიდნენ. ჩაგეთვალა. ძალიან მაგარია. იცი რა არის ეს ისეთი თემაა, რომ ცალკე შეიძლება მე დავჟე. ეხლა აუდიტორიის მე ამ თემას ამიტომ არ მოგვიწევი ხარ და ამიტომ სპეციალურად ამ თემას არ შევეხები ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მადლობა ამ მოგვეცით მადლობა ამისთვის რა რაღაცნაირად ესე მოხდა რომ ჩვენი ქორწინება თითქოს მარტო ქორწინება კი არ იყო როგორც ქორწინება თითქოს რაღაც ორი კულტურის გაერთიანება ბევრი ხალხი იყო ესე ჩამოსული ქორწილში ნუ ეხა კალო famous ტიპი არის და ბევრი ისეთი ვინც არ ყოფილა საქართველოში და ჩვენი ერთ-ერთი мотиваცია ეგეც იყო რომ ცნობადობის გაზრდა ჩვენი ქვეყნის კალოს ძალიან უყვარს საქართველო და ძალიან მაგ-კუთხით ძალიან ცდილობს და ზრუნავს ხოლმე რომ რაც შეიძლება მე ქართული გოგოც ყავს გვერდით რა კითხა მეტი რა ეგ ზამნიშნულოვანია იმიტომ რომ ადამიანი როცა ცხოვრობ თუმეტეს მეუღლე ყავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი სადაც იმ ქვეყნის სიყვარული ეს მეორე სამშობლოა ყოველთვის ამბობს წყალიმთის მინერალიზებული გაზირებული მივირთვათ ბრომატის გარეშე Coca-Cola Bottles Georgia's კარგი პროდუქტი. აქვე პოდკასტის სპონსორია აჰავა, ბრენდი წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს. აჰავა უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების დამკვრის პრევენციას. იცის თუ არა სოფია, ხალბატონმა სოფიამ, რომ თქვენ დაკავებული ხართ მაგალითად ამ მიმართულებით. ფიტნესი, აქტივობები, ზუმბა, ანუ ხარ ინფლუენსერი. ამ თემაზე თუ ქონია შეხება და მისი აზრი რა არის, რომ მაგარია, მიდი მიაწეკ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხალე ესეთი აქტიური იყო, წარმოუდგენელი. მარჩონო მასტროიანი დღე რაღაცები. და ეს ძალიან მაგარია. მე გავიზარდე მაგის ფილმებზე, რას მეუბნები. ყველაზე პირად ვიცოდი. ოჩახ შვილო, რა მაგარია, რა ვეკეთი ამბავი. იცი როგორ არის? ანუ ამ თემაზე ესე ძალიან ესე დეტალურად არ გვისაუბრია, მაგრამ რა თქმა უნდა იცის ჩემი საქმიანობის შესახებ და მოწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ესე დეტალურად სიმართლე გითხრა, ანუ არ გვისაუბრია ხო ჩემს პროფესიას. ადამიანი იმას თავისი გამოცდილება აქვს და ყველა თემაზე არც ასაკი. არა, ხო არც მიყვარს ხომ ესე მეტად დაგლომს. შეგაყვარა თავი ისე? კი, ანუ ჯერ ისედაც მიყვარდა, ანუ ყოველთვის როგორც დიდი მსახიობის სანამ გავხდებოდი მისი ოჯახის წევრი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სახლში და როგორ თქო, შინაურულ გარემოში კიდევ უფრო სხვა სენტიმენტები აღმოვაჩინა. და ბოლოს ჩვენ ეგეთი ბლიზ კითხვარი გვაქვს სახელწოდებით დაასრულე წინადადება. მზად ხარ ვითამაშოთ? კარგი, მე ვიწყებ წინადადებას, შენ უნდა დაასრულო. ვარჯიში ჩემთვის არის თერაპია. როცა თავს უხასიათოდ გზნობ, საუკეთესო წამალია საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება. ბედნიერება ეს არის მომენტი, როდესაც ხარ მე ვფიქრობ მადლიერი იმით, რაც გაქვს. ყველაზე მეტად მეშინია ალბათ არ მიყვარს ხოლმე ზოგადად შიშზე ლაპარაკი, ვიცი რომ ბლიცი ახლა ძალიან არ მინდა გავშალო, მაგრამ კი ბატონო, გაშალე. ძალიან დაბალი ვიბრაციების ემოციებს ვცდილობ ხოლმე გავექცემ. არ მიყვარს რაღაცების რომ როცა მეშინია და ხო, იმაზე ბევრი ფიქრი. მაგრამ ალბათ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებული შიშია, რომელიც აი რაღაც დაკარგვა ხონა ფიზიკური, ალბათ ისიც ჩემი ტრავმიდან გამომდინარე. როდესაც ქართულ კონკიას მეძახიან, ვგრძნობ და გივინგეზახის ქართულ კონკიას. მეძახიან ხოლმე, მაგრამ აი სხვათა შორის რაღაცა ზოგი ისი აღიქვავს, რომ საწყენად აღიქვავს. არა, პირიქით, სუპერ, ანუ პერსონაჟი ჩემთვისაც ბავშვობიდან, ანუ და სხვათა შორის ზოგი ხედავს როგორც სუსტ არსებას და ჩემთვისაც ძალიან ძლიერი არსება კონკია და პირიქით მიხარია ხო? კარგია. იტალია შენთვის არის? იტალია ჩემთვის არის უკვე მეორე სამშობლო ალბათ შეიძლება. მომავალში ყველაზე მეტად ვისურვებდი? ალბათ მშვიდობას მარტო საქართველოში არა. მსოფლიოში. კი, რაც მნიშვნელოვანია და საჭიროა. ძალიან საჭიროა დღეს ის რომ დაწყნარდეს თელი დედამიწა, კაცობრიობა მიხვდეს რომ სიყვარული არის მხოლოდ ერთ-ერთი ძალა, რომელიც არის რეალური ძალა. ფოთაშორის, ანუ შეიძლება ითქვას ესე
პოდკასტებიდან პირველი მამაკაცი ხართ? ვა, ექსკლუზივი მაქვს, არ მამაკაცებს შორის პირველი. კი, ექსკლუზიურად. ჩაგეცვალა. შენ მადლობა, რას ამბობ, ძალიან ღია იყავი, თავისუფალი იყავი და ეს მიუთითებს შენ ჭეშმარიტ ადამიანურ ფასეულობებზე და ბუნებაზე, რაც შენში არის და მადლობა ყველაფერში წარმატებები და ჯანმრთელობა და თქვენც ასევე წარმატებები. გაიხარეთ. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.